აი მეგობრებო, როცა ვიძახი რომ აქ სხვადასხვა დონეები არის, თქო, ან ჩვენი ტრაილერი სხვა არის, მაგალითად, ავტობუსი სხვა არის, ცისტერნა სხვა არის, სტანდარტი და ტანდემიც სხვა არის, მეგობრებო. და ასევე არის აი ეს, ნახეთ რამ სიგრძე არის, ანუ მე რამის საბმელიც მაქვს იგივე აქვს, ეხლა ამას ჩაბმული ოღონდ სხვა მანქანაზე. ეხლა ამაში დაჟე აი ესე გაყოფილება და სტანდარტული პრინციპი რაც აქვს, იმაში ერთი პალეტით მეტი ეტევა. და ამ შემთხვევაში ეხლა წარმოვიდგინე მე რაც მიმაქვს იმის გარდა კიდე რამდენი პალეტი მეტი ეტევა ამაში, ხო? ანუ ამ ფირმის უფრო აი ეს ფირმა ხო ამ ტვირთის ერთ გადაზიდვაში ხო უფრო მეტ ფულს იღებს, არა კი ეხლა წონა უფრო მეტია და იმას უფრო ისე ხარჯავს სალიარგას, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ერთი მანქანით ოდნავ მეტი სალიარგით რამდენად მეტი ტვირთი მიაქვს, ხო? წარმოვიდგინეთ. ანუ ერთი C კატეგორიით მეტი ტვირთი მიაქვს და ამას სხვა ხელფასი აქვს. აქ არავისთვის ნო სიმართლე გითხრათ, როგორც ამაზე და ის ფსევსო დაათრევენ, არავისთვის ნო ეგეც, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ესეთი ამას მატარებელს ვეძახით ხოლმე და მინახია დაჟე ამაზე კიდე პატარა პრინციპი გამოვიდა. და ამის დაპარკინგება სიმართლე გითხრათ საერთოდ არ არის სასიამოვნო საყურებელიც კი არ არის არამცდო. მაგის ამ საერთოდ სხვა მოძრაობები და საერთოდ სხვა სიგრძე და საერთოდ სხვა გაბარიტები ჭირდება და სიმართლე გითხრათ არ ვიცი ესენი საჭირდებიან, იმიტომ რომ მე სადაც პარკინგზე ჭირდები ეს ამ 3 წელზე მეტია, ეგენი არც არ მინახიან, არა გაბარიტულები კი ბატონო დგანან, მაგრამ ესენი საჭირდებიან ხოლმე, არ ვიცი, ალბათ პირდაპირ დაცლან დატვირთვებში დადიან, ასეთ შტაბეჭდილება რჩება, ვერ გეტყვით. მაგრამ ყველგან არის სხვადასხვა დონე, აი ცისტერნაზე მაგალითად და ავტობუსზე ესე პირდაპირ 0-დან ძალიან ძნელია სტაჟორათაც კი რომ მოხვდეთ, მეგობრებო. ძალიან ძნელი, ანუ რაღაცა ერთწლიანი გამოცდილება, რაღაცა უნდა გქონდეთ, რომ მე იქ სტაჟორად დაიწყოთ რა. და ხო გეუბნებით, ყველგან არის ყველაფერში გამონაკლისი, ხა თუ ვიღაცა ეგრე მიგიყვანთ, ესე იგი იქნება ან ძველი მანქანები, ან რა ვიცი, ზოგადად ავტობუსის სხვა თემა არის, ავტობუსის ხელფასის არავინ არ ეხტის ხოლმე. კადენციის დასრულებამდე, ან ცოტას გაძლევენ რაღაცას ხელზე და 3 თვე, 4 თვე, 5 თვე რო გადიხარ, მე რო ჩახვალ, მე დაიანგარიშებენ და ნახავენ, რომ აი მანქანას მანქანა როგორ ჩააბარე, რამდენი ცემერია გაფუჭებული, ან გაფუჭებული ცემერი გვისხობა, როცა მანქანა დაზიანდა გზაში, ან ვერ შეამჩნია დაზიანებული იყო და ასე შემდეგ. და ავტობუსს სხვა მინუსები აქვს, მაგრამ ხელფასი უფრო კარგად გამოდის, მაგრამ ასევე პატარა კაბინაა და ნუ სხვადასხვა მინუსებია რა და ზევითქოით უნდა იხტუნაო და სხვა არის მოკლედ. ამის შემთხვევაში ჩაულებრივი ტრაილერია, მაგრამ საერთოდ სხვა სიგრძეა და მიყენება კიდე ხო გეუბნებით, მაგას ბევრი მართლა ვერ მიაყენებს მაგ მანქანას. ასევე არის ცისტერნა, რომელიც ძირითადად 85-ები დადიან, 84-ები და ვერ დადიან ჩქარა და ეხა ის ვიდეო ატვირთული მაქვს თუ არა, არ ვიცი, მაგრამ გერმანიაზე პარკინგზე გავჩერდი, გავიღუძე და დაკეტილი იყო ავტობანი. ვეღარ გამოვიდი, მაგიდან ერთ პროტეჟზე წამოვიდით ყველანი. რომ ცისტერნა გადატრიალდაო, რა ცისტერნა სითხე რო ასხია ბოლომდე, მაშინ ჩაულებრივად დადის. ისედაც არ დადის ჩაულებრივად, იმიტომ რომ ჩვენ რო გვილაგია ტვირთი მაგალითად, აი ხა ეს არის ტრაილერი, ხო? ჩვენი ტვირთი ალაგია აქ, მეგობრებო და ცისტერნა წონა მთლიანადაა გადანაწილებული და საკმაოდ სხვანაირი სიარული აქვს. მე საქართველოში მივლია იმით და მაგიტო ვიძახი და თან რო დაცლი თქვა აი ამას მაგალითად ეხა რამოდენიმე სექცია აქვს რა. და აქ შეიძლება დიზელი გესხას, აქ რაღაცა სიტყვაზე ვიძახი, ბენზინი იქ შეიძლება რაღაცა, ან უბრალოდ რა ვიცი, ძე გესხას, შეიძლება ძეც ატარო ვერ გაიგებ, ან წყალი, ან 1000 რამე არის, ანუ 1000 ქიმიური ადერები რო დავთ, 1000 ქიმიური რაღაცეები არის და ეს ამას რო დაცლი და მე ის წონა რო გადაინაწილებს, ან ნახევარს რო დაცლი და ეს წყალი რო მოძრაობს, მე საკმაოდ ასეთი ისინი აქვს, რა ქვია, მოძრაობები აქვს მაგას და მაგას იქზე ვერ დაიწყებთ. მე მაგალითად მქონდა შემთხვევა და 100 ევროს თავაზობდნენ რა. და უბრალოდ სხვა იმაში იყო, სხვა ქალაქში იყო და რო დავფიქრდი მე წინა უკან სიარულში მაინც არ გამომდიოდა რა ისე თან ეხა მე მაქსიმუმ 2 კვირიანი რეისზე დავთანხმდებოდი, მაგათ 3 კვირიანი რეისები ქონდა და 100 ევროს იხდიდნენ. ოღონდ 5 თვე ველოდებოდი, მეგობრებო, მაგას. არ ქონდა გადაწყვეტილი თავიდან და მე რო გადავწყვეტ და კარგად რო დავფიქრდი, მეთქი არ მიღირს რა. მაშინ ოჯახის უნდა წაგეყვანა მე ბავშვების სკოლა და ასე შემდეგ, მოკლედ უარი თქვი მაგაზე. მე ადერ ცისტერნას ვაქვს, მეგობრებო. მაგრამ დაწყებითაც არავინ არ დაგაწყებინებდა იქ, რაღაც ადღიანი ტრეინინგები იყო, უნდა გაგევლო, რომ ეს უნდა გასწავლინენ რა ზოგადად ამ შლანგი როგორ ჩახსნა, მე ის უნდა გამოირეცხოს ეს ცისტერნა, ყველა დაცლის მერე მიდის ცალკე მოიკაზე ერეცხება და თავის პრინციპები და სიარულის ტარების მანერა და რაღაცებს გასწავლიან, მაგრამ ყოველ შემთხვევაში აი რო ვიძახი რომ სხვა დონეები აქვს, ამას ვიძახი და იმას კი არ ვიძახი რომ ტენზე არის სხვადასხვა ხელფასები და სხვადასხვა დონეები. კი მეგობრებო, არის ხო გეუბნებით 2800, 2900, 3000, 3100-მდე შეიძლება გქონდეს ვიღაცას, მაგრამ ყველაფერი არის კარგად დასათვლელი, მეგობრებო, ხა
მე მაგალითად ვისაც ვიცნობ, ყველგან არის რაღაცა გამოკლებები, აი ხან უცხონძღოლსაც რო ლაპარაკები, ხოლმე ასე კარგად ყვებიან, უცებ რამდენი გაქვს ხელფასი 2800. მეთქი კაი ხო, ძალიან კაი. რა ფირმა ესა და ეს თქვა, სად არის რაღაცა, მე რო შევდივართ ხოლმე ლაპარაკში, აღმოჩნდება რომ თურმე ყოველთვე რაღაცებს უკავებენ, იქ სასტუმროს ფულს და რაღაცებს, მე იმის ფულს უკავებენ, მე თურმე რაღაცა მაინც ყოველთვის ხდება ხოლმე ისეთი რომ გამოკვითვები ეხა 50 და 100 ევრო, ანუ ისე ყვებიან რომ 50 და 100 ევრო თვეში ჩათვალებან, შეიძლება ამ თვეს არაფერი გამოგაკლებენ, მაგრამ მე 300 ევროს გამოგაკლებენ და მოგეთ ყველა ისე ყვება ხოლმე ამას რომ უკვე შეჩვეულები არის მოსული ამბავია რა და არა და პირველ შეკითხვაზე ხელფასი რამდენი გაქვს 2800 2900 იძახიან მაგრამ ლაპარაკში მე თავისუფლად ყვებიან ხოლმე რომ აი კაცო 100 ევრო და 200 ევრო გამოგაკლენ ეგ არაფერი კაცო 70 ევრო და რავი ასე რაღაცები ასევე თქვა შორს რო არის და იქიდან თვითმფრინავთან მე რომ მიხვიდე იქ ხო ყველაფერი ხარჯი და ყველაფერს თუ დათვლით ხო ის 2800 და 2900 ევრო თითქმის არასდროს არ არის ხოლმე სუფთა ფული თითქმის არასდროს თუმცა აგერ ჩემი მეგობარი მუშაობს კი ბატონო და მას 105 ევრო აქვს ის რა ქვია სუფთა გამოდის პრინციპში ერთადერთი რომ უბრალოდ შორს არის რა და საკუთარი მანქანის ყოლა უწევს რომელი მანქანაც თვეში ჩათვალეთ რომ 50 ევრო ნამდვილად ჯდება იქ მანქანის უბრალოდ რომ უყენია ეს ამ თვეში რო ხმარობს მაგ მანქანა ჩათვალეთ მაგდენი ჯდება ახლა საერთოდ ყიდის და ვერ ყიდის ანუ რაც იყიდა მე ამას ევასება ხოლმე რაღაცების გაკეთება გაუკეთა იქ და რა ფასის მიცე იმ ფაშიც ვერ ყიდის ახლა იმიტომ რომ ბოლო რო დაფიქდა მირჩევნიაო ხანდიხან იმ ტაქსში გადავიხადაო ფულიო რა და იმ საკუთარი მანქანის ყოლა აღარ სულღირს ახლა უკვე და მოკლედ არის სხვადასხვა დონეები როგორც გეუბნებით მაგრამ როგორც ესეთი რომ სუფთა ფული 2500 კი ბევრს არ აქვს სუფთა ფული და გემრიელ ფულს ვიძახი ყველანაირი გარკვევების ბუღალტრებთან და რაღაცეების გარეშე ადრე მე რეკავს ერთი ბიჭი და მეუნება შენ ხო იცი ხარო 75 ევრო სტაჟირების პერიოდი ცოტა არისო რა და მეთქი მეც არ მომწონს მე კი ვიცი რაც არის და რაც არ არის მაგრამ მეც არ მომწონს მეთქი მაგრამ და მე ამისთან ლაპარაკში შევედი რაღაც და აი ხან ვილაპარაკეთ რა ვიცი მეც გაჩერებული ვიყავი ეს გაჩერებული იყო და 500 ზლოტი მომწესო იმაშიო რა ქვია სტაჟირებაზეო ანუ ზოგი მაგასაც არ იხდისო ეხა ვიციო მაგრამ მე 500 მომწესო და მეთქი რამდენი გაქვს თქო მე და 80 ევრო მაქვს ეხა წელიწადია მუშაობო კაცო მეთქი 80 ევრო რო გაქვს და 500 ზლოტი რომ მოგწეს სტაჟირებაზე მე უბრალოდ მალე გადავედიო მაგრამ ეხა ვიღაცა მალე გადადის მეგობრებო მაგრამ დაახლოებით თვე ეხა რო უკვირდები მე ყველა სჭირდება ხოლმე რა როცა საკუთარი მანქანა მიიღო აი რომელმა თქვენგანმა ჩააბარეთ მართვის მოწმობა პირველზე ან მეორეზე ამ ადამიანს მესამეზე ქონდა ჩაბარებული მე მეორეზე ჩავაბარე პირდაპირ ვიძახი და მეორეზე რატო ჩავაბარეთ გეტყვით მაგრამ მაგას დაუბრუნდები ხა გეტყვი ჯერ ამ ბიჭის თემას ნახე ანუ შენ კი გადაგიყვანეს მეთქი არ დღეში მაგრამ სტანდარტულად ხალხი გადადის მეთქი ერთ თვეში როგორც ახლა მე უყურებ რავი ყველას რო უყურებ გინდა ის იყოს რა ქვია გამოცდილი მძღოლი მოდიოს და გინდა გამოცდილები 2-3 კვირაში და კარი ვისაც გაღებული არა კი მას ჭირდება 3 კვირა 4 კვირა ასე ჭირდება მეთქი ხა ერთ თვეში რო 500 ზლოტს აიღებს ტიპი და იმასაც არ აძლევენ ზოგი ხო არის ხოლმე ასე 200 ევრო 400 ევრო მაქსიმუმ იყოს სადღაც მეგობრებო რა ვიცი ერთ პირველ კომპანიაში იყო 40 ევრო მაშინ და ძალიან დიდი ხელფასი იყო მაშინ სტაჟიორისთვის ანუ 1000 200 ევრო გამოდიოდა მაგრამ იქაც ესე ავტომატურად გამოკლებები იქ სასტუმროს იქ იმის იქ საწვავის ნორმა და რაღაცები მე კი არ გამოუკვლიათ მეგობრებო მაგრამ ხო გეუბნებით მე ვისაც იქ ვისნობ კომპანიაში ყველას რაღაცას აკლებდნენ ვისაც მე ვიცნობ ეხლა ვიღაცები იქნებოდნენ რა თქმა უნდა ჩემზე მაგრებიც კაცო ბონუსებსაც აიღებდნენ მეც ვიღებდი ანუ მე დისპეჩერი მყავდა მაგარი და ჩემ დისპეჩერს ისეთი სასტავი ყავდა შემოკრებილი მე სტაჟიორი მოვედი მასწავლებელი რომ ყავდა ჩემმა მასწავლებელმა ჩააბარა ჩემ დისპეჩერს ჩემი თავი კაი ბიჭი არისო და მიდი მიხედეო ახლა ამასო და სხვაგან არ გაუშავო ვიცოდეო არ დაგაღალატებსო გამოგადგებაო და რო ნახა იმ ტიპმა სტაჟირობის პერიოდში რომ დავაკვირდა როგორ დავდიოდი და ორი კაცი რა შვებოდა ერთხელ შემთხვევით იკითხა კი მაგრამ ხა რულზე ვინსო და რო უთხრა ეზიცო მე რაღაც მოხვდი რა იმ მომენტში თვალს და მე ღამით რა შაბათ-კვირას მირეკავდა ხოლმე საქმე რო არ ქონდა ყოფილი ფეხბურთელი ბიჭი იყო და რაღაცებზე ლაპარაკობდით რომე ხოლმე რა ვიცი და აი ესე დავახლოვდი ტელეფონით არ მინახია ცხოვრებაში მაგრამ ტელეფონით დავახლოვდი და მოკლედ მე პრობლემა არ მქონდა მაგრამ ჩემი დისპეჩერი ყველას კი არ ყავდა იქ იმ ბიჭას რამდენი მანქანა ყავდა სულ 20-30 მანქანა მოდის ერთ დისპეჩერზე მეტი კი არა თუ გამოსწილია და 15 ხო და მოკლედ ამ ბიჭმა 80 ევროზე რო ვარო და 500 ზლოტზე რო დავიწყო რო შეადაროთ ხო 1860 ევროს აიღებთ მეგობრებო აქ 1840 გამო 1900 ევრომდე გამოდის 1800-ზე მეტი გამოდის მოკლედ რა და ეს 1800 ევრო მეგობრებო რო გაყოთ 365 დღეზე მინიმუმ 5 ევრო გამოდის დღეში და ეხლა თქვენ წელიწადში 365 დღე აქ არ იმუშავებთ ეგეთი ძალიან იშვიათადაა ვიღაცა
თქვენ აქ სავარაუდოდ საშუალოდ აი პლუს მინუს რო გადავთვალოთ 3 თვე იმუშავებთ, 1 თვე დაისვენ, 3 თვე იმუშავებთ, 1 თვე დაისვენ, ესე უხეშად როა შეიძლება ვიღაცამ თვე ნახევარი იმუშაოს, 3 თვე ვერ გეტყვით, მაგრამ ყოველ შემთხვევაში წელიწადში 365 დღე თქვენ აქ არ იმუშავებთ, მაგრამ რომ იმუშაოთ 5 ევრო მანდ გემატება და ჩათვალეთ ეხლა სხვაგან რო წახვიდეთ სადღაც 75 ევრო ცოტა არისო ეხლა რო იძახის, ხო? სხვაგან რო წავიდეს ვიღაცა მეგობრებო, წარმოიდგინეთ და 500 ზლოტა და უფასოდ დაიწყო სტაჟირება და კიდე 200 ევრო და 300 ევრო. თუ გადათვლით, მაინც ჩათვალეთ რომ იგივეა, მას ჩვენთანაც უფასოდ მოდიხარ სტაჟირება და ესე უხეშად რო თქვა და მე 80 ევროზე ხარ პირდაპირ მაშინ. კი ბატონო, ასე დავთვალოთ თუ გინდათ, მაგრამ 1 GB-დან ამოვიღე, მეორე GB-ში ჩავიდეო რაღაც ესე და შესაძლოა განაცვლები ჯამი არის ცლებაო რაღაც ასე გამოდის. ეს არის მეგობრებო ჩვეულებრივი კონკურენცია. არავის არ ექნება 1900 ევრო სტაჟირებაზე და პირდაპირ არავინ არ მოგცემთ მე 100 ევროს დღეში. ვინც 90 და 100 ევროს იხდის ხოლმე, ის არაფერს არ გადაგიხდის სტაჟირებაზე და საერთოდ სტაჟირება კომპანიაში არ სჭირდებათ ხოლმე. მეგობრებო, პირდაპირ უწერიათ გამოცდილება. ხო და მოკლედ ეგრეა მეგობრებო, ჩვეულებრივად აი დაფიქრდით თქვენ თვითონ ეხლა ყველას რო 1900 ევროები კონდეს, ხა არავის არ აქვს, აი თუ იმეს რომელიმე კომპანია სადმე გაგიგიათ მაინც, აი გაგების დონეზე მაინც თუ გაგიგიათ რომ 1900 ევროს იხდის, უბრალოდ ამიწერეთ. მე ვიცი რომ არ არის, იმიტომ რომ ამდენი ხანი სადღაც უნდა გამეგო. ანუ ჩვენთვის რომ ხელმისაწვდომი იყოს, სადღაც ყური მაინც უნდა მომეკვრა ვარაუდის დონეზე მაინც. საბოლოო ჯამში იმ ერთ წელში მაინც 80 ევროზე მუშაობთ, ჩათვალეთ ჩვენთანაც და სხვაგანაც და სხვაგან ამ გამოკლებები და პერესეპები და რაღაცებით რატო უნდა იმასაკნათ, ხო? სხვათა შორის უნდა გითხრათ, რომ ჩვენთან მე რო პაკაშკებს ვცვლი მეთქი აქ ჩემ კომპანიაში, რო გეუბნებით, მაგ კომპანიაში საზაფასკე საერთოდ არ გაქვთ. არც პალიტიც არ გაქვთ, არც საზაფასკე არ გაქვთ, ამიტომ თქვენს კომპანიაში მსგავსი რაღაცეები, იმიტომ რომ ხანდახან არის ადამიანები რაღაცა ვიდეოს ჩართავდა თავიდან ბოლომდე არ უყურებია, ჩემ ვიდეოებს თავიდან ბოლომდე თუ დაიწყებთ, ყველა კარტი გაგეხსნებათ, ასე რომ თქვა და პირდაპირ შვიდა რომ დაიწყო, შეიძლება რაღაცები ვერ გაიგოთ, ხვდებით? უფრო რაღაც ჩემ ვიდეოები გავს, აი სერიალივით გამომივიდა ეს ვიდეოები, რომ აი თავიდან დაწყო, ახაც ინგლისურით უნდა დავამონტაჟო, მეგობრებო, დრო აი თითქმის აღარ ამაქვს, ძილიც აღარ ამაქვს ხოლმე, მეგობრებო, ძალიან ბევრი დრო მიდის აქით რა და არამს თუ კიდე სიარულთაც ვეღარ დავდივარ, ეხლა რამდენი დღე ჩამივარ და ვეღარ დავდივარ მოკლედ რა და ინგლისურ ვიდეო უნდა დავამონტაჟო ახლა და მაგას ვცდილობ რომ ერთი დამონტაჟებით 7 დღე რაც არის, ის 6 დღე რაც არის, ორშაბათ, სამშაბათ, ხუთშაბათ ესე მინდა მივაყოლო ამ დღეს ერთი დავდევი, ხვალ მეორე ანუ ეგრე არ მინდა რაღაც სერიალივით რახან გამოდის ეს ჩემი ვიდეოები და რაღაც თითქოს ერთ მეორე მოყვება მეორეს მესამე გაგრძელებასავით რახან გამოდის ასე მინდა მეგობრებო და იმას რომ იმაშვებოდი რომ ვიღებდი ზაპრავკა მიწევდა გზაზე და ზაპრავკა გადაღებულ რომ მქონდა დამონტაჟება დავიწყდა და თურმე ის მნიშვნელოვანი სადაც ბარათით ვიხდი და როგორ შეიყვანოთ კოდი და რაღაცები და რომელი ზაპრავკა არჩევთ მაინც და მაინც ეგარ გადაუღია ტელეფონს და გამეწელა ამიტომ და მე რო გამეწელა ეხა უკვე დრომაკ ძალიან ისე რა. ხო და მოკლედ მეგობრებო ხელფასები რო შევადაროთ ეგრეა და ჩემს გამოცდაზეც გეტყვით თუ გინდათ რახან წამოვიწყე ლაპარაკი, ანუ თავიდან რო გავდიოდი მე ყველა მაქვს მეგობრებო A B C D ეს თუ ყველა მაქვს აბსოლუტურად. ხო და ამ კატეგორიაზე რო გავდიოდი მოკლედ ხო იცით ხოლმე იქ როგორც იძახიან, ამდენი ადამიანია, ამდენი განსხვავებული აზრი აქვს, მანქანა ერთ და იგივე მიმართულებით იქ არასდროს არ წავა, იმ მასწავლებელი თქვენ რასაც გასწავლით, ზუსტად ისე თუ იზავთ, მაინც არ წავა მანქანა 10 მე 6 წადე, ხო იცით? წადე ეგ მანქანა მე რუსთავში ხო გეუბნებით, გელა იყო ერთი, ეხა აღარ არის ის გელა და მანქანა საერთოდ დამიტოვა კვირა დღეს. და ქუთაისიც იყო ერთი კახა და იყო და ახლაც არის პრინციპში და ჩაულებრივად მეც ვიჯექი ხოლმე ჩემები რომ დაიღლებოდნენ ხოლმე 5-6 ადამიანი რომ დაიღლებოდა მე მეც გადავიხადე ფულდაც არ მართმევდა ეხა ისი და ჩაულებრივად მეც ვამოღავდი რომ მეთქი რატო ვერ აბარებთ რა გჭირთ მეთქი გამაგებინეთ და ზუსტად იგივეს ვაკეთებდი პროსტა მუღამის გამო ვაკეთებდი ზუსტად იგივეს რასაც ის კახა მეუნებოდა და ის რა ქვია, მაინც არ მივიდა მანქანა ერთ მიმართულებით ბუნებრივია, ხო, ცოტა მე რულის კორექტირებაა უკვე საჭირო და მე გამიგია რაღაცეები, თქვა დიდუბეშიც დინამოზეც ყოფილვართ ბევრჯერ რუსთავშიც ვიყავით, ქვედა რუსთავში, ზედა რუსთავში და ყველგან ისი მოკლედ რა ხდება რა. და ყველა მანქანაზე როგორც ამავცავდი, ისე მეც ვიჯექი ხოლმე და ჩემს მეუღლეს მე გვერდზე ვეჯექი ხოლმე ჩაულებრივად ანუ ყველა მეთოდი უკვე ნასწავლი მქონდა, მაშინ ეხა პატარა რაღაცეები შეცვალეს, მაგრამ მაშინ ყველა მეთოდი ნასწავლი მქონდა და რა ჩემს ხალხს და ჩემს იმავს, ჩემს მაკას გვერდზე ვეჯექი და მე ვეუბნებოდი, ისინი საერთოდ მიდიოდნენ საჭმელ ზიანს სადღაც და მანქანას მიტოვებდნენ ჩაულებრივად და ხო და პატარა რულის კორექტირება ყველა სჭირდება, მაგრამ ამას გეუბნები მე პრავა ავიღე მეგობრებო რამდენი წლის წინ.
მე გეუბნები ხა ახანდელაბავს, მაგრამ მე როცა ავიღე, მაშინაც იგივე სიტუაცია იყო, ეს უკმაყოფილო ხალხი რა, იცი რა, დინამოზე არ ვარგა, იქ უნდა წახვი, არა, იცი რა, ყველგან ვარგა, მეგობრებო, პირდაპირ გეუბნებით, უბრალოდ ქუთაისში მაგალითად ეს კახა ძალიან ისეთი ენა გაქიქილი და იუმორის მქონე ადამიანია და ერთ გასვლაზე და ორ გასვლაზე დაახლოებით 5-10 საათი მინიმუმ ყველა სჭირდება ხოლმე მეგობრებო და ეს 5-10 საათი უბრალოდ ამ კახასთან ხალისით ატარებ რა და ესე ხალისით გადაგაქ ასე რო ვთქვა. ყველა ვიცი ხო გეუბნებით რუსთავში ვინებიც არიან, ყველა ვიცი დინამოზე ვინებიც არიან, ყველა ვიცი ქუთაისში ვინები არიან, ყველგან ყოფილვარ თან არაერთხელ ძალიან ბევრი საათები გაგვიტარებია დამიჯერეთ. ხო და უბრალოდ მუღამ ისაა რომ ვისთან უფრო სასიამოვნო და მალე მოხდება ეს ამბავი დაძაბული როცა ხარ და რაღაც დაგრუზული რო ხარ, შენც ვერ იცივსებ, მე შენც რაღაც უკვე გადაღლილი რო ხარ ვეღარ იმარშევთ, ვიმეორებ რომ ყველგან შეიძლება ნებისმიერთან რომ მიხვიდეთ, მარტო ის რასაც გეტყვი ზუსტად იმას თუ აკეთებთ და ოღონდ ცოტა rulis კორექტირებები მე თქვენ ნებისმიერთან ჩააბარეთ. თუმცა მე მაინც რეკომენდაციას გავუწევდი იმ გელას, რომელიც სამწუხაროდ არ არის ახლა, მაგრამ გელას მეგობრები არიან, როგორც ვიცი. გელას მეგობრებმა გადაიბარეს, როგორც ვიცი, ეგისა. ეგ ბიზნესი ასე რომ ვთქვათ. დინამოზეს იყო ერთი რამდენიმე მასწავლებელი იყო, მაგრამ ალბათ ახალგაზრდა ბიზ გამოვყოფთი და ქუთაისში მაინც კახას გამოვყოფთი, არ ვიცი. მე ასე ამ ადამიანებთან უფრო ისე ვიყავი რა. დილიდან საღამომდე მან ვათენებდი და ვაღამებდი და მანთან კარგად გზნობდი თავს. თორე სწავლი და მანქანა ყველა ერთი და იგივეა და სასწავლო მანქანას ეხა ციკლენია არ ვარგა, ზოგს იძახს ციკლენია სასწავლო მანქანას არ ევარგება რა თქმა უნდა კაცო. და ხანდახან ყოფილა შემთხვევა რომ იქაც გაფუჭებულა, გავსულვართ და მანქანა გაფუჭებულა და გამოსდა გადადებულა საერთოდ. ეგეთი რაღაცაც ყოფილა. საბოლოოდ ვიძახი რომ ვისაც სწავლა უნდა ყველგან ჩაიბარება და აქედან გამომდინარე თუ ხარ სადღაც დამყოფები და პრავა აგიღიათ ან ეხა იღებთ ან გამოსაზე მაინც ხო იქნებით უკვე გასული რამდენიმეჯერ. რამდენ რაღაცას ყვება ადამიანები, ხო ანუ იქ ყველა განსხვავებული აზრია, მეგობრებო, ყველას განსაკუთრებული ის აქვს, მე 10-დან 9 იჭრება ხოლმე, 10-დან 9 კი არა, სიმართლე გითხრათ, 20-დან 19 იჭრება ხოლმე მანდ. ხო და ეს რაღაცები რო ლაპარაკობენ, ეს შენ ხო გესმის არა, ზუსტად იგივეა. რო ვიძახი ხოლმე რა გარემოში ვიზდებით ხო მე ის ინფორმაცია ჩვენზე მოქმედებს და ასე სპილოსავით ჩაკეტილები ვარ თქო რო ვიძახი ვისაც ვიდეოები არ გინახია წინა ვიდეოებში ვიძახი ზუსტად მაგას გულისხმობ მეგობრებო იქაც რო დგეხართ ხო იმდენი რაღაცა გესმით რომ აუ ჩაიჭრა და გამოვიდა დასტრესილი გადმოგეცემათ მე თქვენ სტრესი და ყველა რომელი ერთი გასულ ხართ ეხა თქვენ გამოსაზე ნევროლოგის გარეშე მითხარით აი მე გავედი გამოსაზე ჩავაბარეო მითხარით რომ ოდნავ მაინც რაღაც ნევროლოგია არ ქონდათ რაღაცნაირად გამოცდა ისეთია რომ რაღაცნაირად სულ ყველაფერი იცოდე მაინც ნერო და მე ზუსტად იგივე დამემართა ეხა უყურეთ მე უკვე იმდენად მაგრა მქონდა ეს ყველაფერი დამოყავებული იმდენად მაგრა მქონდა ეს ყველაფერი უკვე და შორიდან უკვე ადამიანს რო უყურებდი მეგობრებო უკვე ხედავდი რომ მეთქი აი რული აუღე აფსიო აღარ აუღო ფსიო მეთქი აღარ აუღო რული და დაამთავრა ან მიდის უკან და არ ჩერდება მეთქი გააჩერე არ ჩერდება სიმონა ფსიო გადაცდა რა მეთქი და რო გამოდიდა ტიპი ზუსტად რასაც მე აქ ვიძახდი ხოლმე იმას იძახდა ზუსტად უკვე წარმოგიდგენიათ რა რამდენი საათი მაქვს მანდ გატარებული ამ ხალხთან აი რამდენი საათი რომ ეგრე უნდა დაამოღამო ადამიანმა და მე სხვები რო იყურებოდნენ ხოლმე უკვირდა ხოლმე და მე ხო იცი მე ოჯახივითაა იქ ყველა რომ მიდიხარ უკვე ყველა იქა შენამდეც იყვნენ შენს მერეც არიან ხოლმე და მოგეთ ყველა ერთმანეთს ისნობს ხოლმე იქ რა ხო და აი ამ დონეზე ვიყავი მეგობრებო მისული ბოლოს უკვე მაგრამ ჩემი პრავა როცა ავიღე ამ ლაპარაკმა ჩაულებრივად იმოქმედა ჩემზე ჩაულებრივად და ამას რატო გეუბნებით რომ როგორც მე ვიცოდი ის ანუ უკვე სად რული უნდა აიღო სად არ უნდა აიღო რამ ხელაზე მოეტეხა უკვე გადასცა არ გადმოსცა შევა იმ ზადნის შესასვლელში ვერ შევა უკვე იმ გამომსწელებმა ძალიან კარგად იციან მეგობრებო მაგი და გამომსწელი ძალიან კარგად ამჩნევს შპარგალკით ნასწავლი ტიპი რომ მიდის მან და მანქანას რო გააჩერებს და მე rulis აღებას რო დაიწყებს აბაროთ ნახევარს ან რო შეეშლებათ ხოლმე აბა დააბრუნებენ ხოლმე ამას ძალიან კარგად ხედავენ ეგენი ყველაფერს და დაჟე ხელწერაც კი მე მაგალითად ვამჩნევ და ისინი დარწმუნებულად ჩემზე მაგრები არის ხა მაგ საქმეს აკეთებენ წლები მან მუშაობენ ხო და წარმოიდგინეთ ხა უკვე იმან იცის დაჟე ქვედა რუსთავში ნასწავლი კაცის ვინ არის ზედა რუსთავში ვინ არის და ასევე ქუთაის სხვა პრინციპები ქონდა მაგალითად მაშინ რა ანუ სხვადასხვა მანქანებია სხვადასხვა პრინციპებია და უკვე ეს ხელწერა უკვე ისინი ცნობენ როგორც მე ვცნობდი ხო და მე რო ეს ნასწავლი არ მქონდა მე რო ჩემი თვითოდი ახლა რა ბავშვობაში ბაბუაჩემსაც მამაჩემსაც რაღაც პრინციპები რაღაცები და დავათრებდი ხოლმე პატარობიდან მაგას დავათრებდი და ჩემით რაღაცნაირად მოხერხებული ვარ ამ მანქანებთან ხო და რო გავედი ხო შემამჩნია რა თქმა უნდა რომ ის რა ქვია
ეს შპარგალკით არ გავდიოდი რა, ჩაულება ჩემით რო გავდიოდი და რაღაცას გასწრო დაძრავენ და პირველ სიხარით ნელა რომ მიდი. მე ჩაულება პირველ ჩავაგდე, მეორე ჩავაგდე, წავედი ჩაულებრივად რა. ოღონდ ნელა ეხა ჩხარა არ წავსულა რა თქმა უნდა. და რო შემამჩნი ამ იმან გამომცდელმა რო ის რა ქვია, რო შპარგალკით არ ვიყავი და ეგეთები მეც მინახია, მაგრამ ჩაჭრილა, მეც ჩავიჭერი პირველად. და ძალიან გაუკვირდა რო ვერ ჩავაბარე. რატო აღარა უღე ორული რაღაც არ ჩააბარო და რატო აღარა უღე და იმიტომ რომ იქ იჭრებოდა ერთ მომენტში იჭრებოდა მაშინ ყველა ერთ რაღაც მონაკვეთში რა და ამ მონაკვეთზე გავშო გამოდი და ყველა აი აქ ჩავიჭერე ხო მესმის და აუ ასე უნდა ამეღორული არა შორიდან უნდა შევსულიყავი აი იქიდან უნდა მექნა აი აქიდან უნდა მექნა და რა ვიჯექთ ერთი 15 კაცი ვიყავით მაშინაზე ამ 15 კაცის მონაყოლი იმოქმედა და რაღაც პონჩი მეც დავიწყე შორიდან რომ მეთქი დავიზღუდო თავი და ვერ შევედი ვედებოდი უკვე იმადა ჩამოდიო მითხრა და გავბრაზდი მე და ეგრევე გამოვედი ავიღე ხელახლა ქვითარი და იმ დღეს იმ წამსვე შევტრიალდი ეგრევე კაკლას უკვე დრო იყო უკვე იწურებოდა რა და მე ჩემს მე მაქსიმუმ 2 კაცი თუ მოასწრებდა რა მოკლედ და გაბრაზებულმა სულ ამის პრაბუქსოვკებით შევაგდე ის მანქანა სადაც საჭირო იყო იქ ხო და მე მითხრა ამ გამომცდელმა პირველად კი მაგრამ რატო ვერ ხენიო და რატო გააკეთო ეგრევე იმიტომ რომ აშკარად გეტყობაო რომ შენ გამოცდილი ხარ და მეთქი არა ვარ გამოცდილი პროსტა მე ხერხება და მითო რა არ ზღოლიო არც არაფერი პროსტა მეთქი მე ხერხება რა და თვითონაც მაგრა გაუკვირდა მეც მაგრა გამიკვირდა მაგრამ ფაქტია რომ იმოქმედა მეგობრებო და პირველად ჩავიჭერდი და მხოლოდ ამიტომ ვერ ავიღე პირველად ხო და ესე იყო ჩემი ამბავი მეგობრებო და ხელფასებს რაც შეეხება და დონეებს რაც შეეხება ამას ვიძახი და ხო გეუბნებით ეხლა თუ ვიღაცას ეცოტავება მეც ეცოტავება ნეტა 100 და 200 евро იყოს მეგობრებო პირდაპირ მაგრამ თუ დათვლით საბოლოოდ შესაკრებთა განაცვლების ჯამი არ იცვლებაო იგივე ხდება ამ ბაზარზე ზუსტად იგივე ხდება მეგობრებო ვიმეორებ არ შეიძლება ვიღაცას კონდეს 2000 ევრომდე სტაჟირებაზე და მე კონდეს ის რა ქვია კიდე 7000 евро ზემოდან მოკლედ ესე სხვა თემაზე გადავედი კიდე მაგრამ ზოგადად განსხვავება და დონეები რომ ეთქვა ესე არის მეგობრებო ასე პირდაპირ ტენზე ამდენს არავინ არ გადაგიხდის მაგრამ თუ იმუშავებ ცოტა სხვა იმ ცისტერნაზე ADR ცისტერნასაც თუ გააკეთებთ ბარემ ადრე 200 ლარი იყო ADR 150 ცისტერნა 350-ში ორივე საკეთებდი ახლა 300 ლარი გაუხდიათ როგორც ვიცი ADR და 300 ლარი კიდე ზემოდან ცისტერნა და ამიტომ ვერ გეტყვით, მაგრამ ყოველ შემთხვევაში გირჩევთ ყველას რომ გააკეთოთ, რომ რა იცით, ხვალდაზე გიხარ 100 ევროიანი სამსახურო შემოგთავაზოთ, ხოლო იმიტომ უნდა თქვა თუ არო ცისტერნა არა გაქვთ. იმ მომენტში და თქვენ სანამ მაგას გააკეთებთ, ეგეთ კომპანიებში ეგეთ კომპანიებს არ ტოვებენ, ხვდები, მეგობრებო, სხვები არ ტოვებენ. კაი კომპანიაში რატო არის მოხვედრა? განა არ არის კაი კომპანიები, მაგრამ მანდ მოხვედრაა ძნელი, იმიტომ რომ იმ კაი კომპანიაში რომ მუშაობს ვიღაცა, ის იქ მუშაობს და მუშაობს. რატომ აწავ სხვაგან არ დავიდეს ხა, ხო? ხო და ამიტომ და ამ 85 ევროიან კომპანიებში და 90 ევროიან კომპანიებში ბევრი მიდიმოდი არის ხოლმე რა. ძირითადად ლიბი დაიწყონ და მერე გადადიან ხოლმე სხვაგან, იმიტომ რომ გამოცდილების გარეშე იქ არავინ არ აგიყვანს და რო აგიყვანონ კიდე უნდა გამოთავისუფლდეს იქ ადგილი. რასაც მართლა 100+ ევრო რაც არის, უნდა გამოთავისუფლდეს ადგილი, ხვდებით? და რაც გამოთავისუფლდება პოლონელი ცხოვრობს იქ ორ კვირაში ერთხელ, ხანდახან კვირაში ერთხელაც იმ ქალაქში ხა ვინც არის, დადიან ხოლმე რა და შენერას მომენტ თავს ამ პოლონეთს მეტი აქვს ეხა ხელფასი უფრო. ხო და ამიტომ ბევრი ნიუანსია, ბევრი დონეებია, მაგრამ როგორც ესეთი პირდაპირ მეგობრებო, გეუბნებით კი ბატონო დაიწყეთ, მე თუ დამიკომენტარებთ ვიღაცა რა მე წავედი და არანაირი ფულის გამოკლებები კაცო სად არის, არანაირი გამოქვითვები. ოღონდ რამოდ ერთი ნახევარი წელი მაინც ჯერ იმუშავეთ, აი ნახევარი წელი მინიმუმი ვთქვათ, ნახევარი წელი იმუშავეთ და თქვენ თუ ვიღაცა 2900 ევროს გადაგიხდით, გამაგებინეთ მეგობრებო. და რა ვიცი, მე ურჩიოთ აგერ ამ ხალხს ყველას ურჩიოთ და რაღა 2500 ევროს დავაწყებინოთ, კაცო ამათ მუშაობა პირდაპირ გავუშვათ იქით 2900-იან კომპანიებში. ხო და მოკლედ მეგობრებო, რო ვიძახი, რომ უფრო რაც მეც დაიპრესავთ თავს და რაც მეც რაღაცებს შეაშველებთ ენას ან რაღაცას თქვა, ინგლისის ვიზა, ხა ჩემ მეგობარ რომ მუშაობს, ისე კი არ მუშაობს, გასო ინგლისის ვიზა ქონა და ინგლისის ვიზას ვინ გაგიგეთებთ ხა ხო, სანამ ერთ წელი მაინც არ იმუშავებთ რაღაც კომპანიაში, ხა ეს ავტობუსი, აგერ სიმაღლეებს უნდა უყურო, ცისტერნა გყავს, წყლის კანაობას უნდა უყურო, მატარებელი ყავს და სიგრძეს უნდა უყურო და ასე შემდეგ. ანუ რაც მეც დაიპრესავ თავს და რაც მე დამატებით რაღაცას შეისწავლი და იმას იზავთ, მით მეტი ის გექნებათ, ხელფასი იქნება, მაგრამ ესე როგორ პირდაპირ ტენზე ასე არ ხდება, მეგობრებო, რომ პირდაპირ 3000 არაფერში ესე მოგცათ ვიღაცამ. ის 3000 და 2800 და 2700 და 2900 კარგად დასასვლელი ფულია, რეალურად გამოდის თუ არა მაგდენი. და დამწყები კიდე გამორიცხეთ, ანუ ეგეთ მაღალ ხელფასიანი კომპანიები ძირითადად პირდაპირ უწერიათ რომ დამწყები არ გვინდა. გვინდა გამოცდილება 1 წლიანი 2 წელზე ზევით გამოცდილება, ასე უწერიათ ხოლმე მეგობრებო პირდაპირ. ასე რომ მე მოვედი ახლა 45 წუთიან პაუზაზე აგერ და დღეს სულ ეგ იყო ამით დაგემშვიდობებით. აბა თქვენიცით ხოჩაღად ყველა.
კარგად.